მოდით ნამდვილ პრობლემას ვიტყვი. ვაუ. Okay. ძლივს. ამ საღამოს პირველი ნამდვილი პრობლემა. ჩემი პრობლემა არის რომ ბოდიში ამ სიტყვის ანუ ყლეობები მემართება ძალიან ხშირად რა. როგორ მესმის? უაზრო სისულელეები აი შეიძლება ამოსულიყავი წამომეკრა ფეხი და გავწოლილიყავ ჩვეულებრივად. აი ბოლოს რასაც გავიხსენებ მეგობრები ვიყავით შეკრებილები რაღაც ჰოთ-დოგ პარტიზე და რატომღაც ოღონ სხვა He's asking for it now. Come on. Sausage. არა, სექსუალური დატვირთვა არ ქონია. უბრალოდ საყვარლობა არის 20 წლის ბავშვები აწყობენ hot-dog parties და რა აქტივობები ქონათ hot-dog გარდა hot-dog-ებისა. მუსიკა და ნუ გრილზე მე hot-dog. მუსიკა და ბიჭები ვიყავით. You're making it worse, bro. Yeah. ბიჭები ვიყავით მარტო, George Michael background-ზე. შენი პარასკევი არის? არა მხოლოდ პარასკევი. hot-dog-ების პარტი ქონათ ბოდიში და მე მე ვიკისრე hot-dog-ების შეწვა. დიდად ესე არ ვიცოდი, მაგრამ მე ვიკისრე და მაინც და მაინც რაღაც გასკდა ეს hot-dog-ი და მე გადმომესხა ფეხზე. რო შევტრიალდი მე მეორე hot-dog-ი დახვდა ესე. მაინც და ტრამული ხარ. ეგ პრობლემები. მოდი პირდაპირ ვილაპარაკო. რისთვის ამოვიდეს? ხო, ისი. კარგი. და რო შემოტრიალდი? და რო შემოვტრიალდი, თან ეს ცეცხლის კვამლი თვალებში მოხდა და დამეწვა თვალები და აი ესე. ეგ ანუ პატარა ყლეობა. ეგ ყველას მოსდის. აი ყლეობა ძალიან ხშირად მომდის ეგ არის. აა, ოკეი. ფერჯერ გაგთხოვნე hot-dog-ების პარტი. და სუსკდება. რაც უდი პატერნია რომ რაღაცასთან ერთად იცხოვრო. თავისთვის აინტერესებს. კარგი რაღაცები უნდა დაიჭირო გესმის? აი, ფოხტები ხშირად რო ხდება, მაინც მოგივა რა. ანუ, იმიტომ რომ აი ფოხტები ეგრე გიწერია. ხო? აუ. ეს ძალიან პროფესიონალური თერაპევტული რჩევა. კი, ვიცი. შუბზე რაც გაწელია. ხო. ვერაცევიძმა. ეგ არა. ხო, და აი მაგალითად ის რო გასკდა და შემოგესხა პირით უნდა დაგეჭირა. მე მგონი რომ თქვენ უნდა დაიწყოთ რაღაცა ნინჯას Fruit Ninja. დაახლოებით რომ უფრო hot-dog-ები რომ მოდის უნდა გაჭირჭი. უფრო სწრაფი რო იყო, ანუ მგონი რომ YouTube-ზე არის რაღაცა დევს რამდენიმე რაღაცა როგორ ვიყო? ზად ვიყო რომ ავიცილო. ხო, რაღაცა როგორ ვიყო ნინჯა რომ უფრო სწრაფი რო იყოთ. ნუ ვაფშე თქვენ ხო გაიგეთ? თქვენ კულინარიის აკადემიაში ეგრე ასწავლით ბავშვებს? ნინჯა. ეგეთ რაღაცები მგონი რომ აღარ იქნება თქვენ პრობლემა. ცდი, რადგან სხვა გზა აღარ დამშვი. ანუ შეგიძლია ხო რაღაც ხმების გამოსე. რაღაც შეიძლება მეგობრები დაკარგო მაგის გამო. მაგრამ ის პატარა ყლეობები აღარ იქნება. სხვა შორის ბოდიში რომ შეგეწყვეტინა იყო შარშან ჩემ ნაცნობმა აღმოაჩინა რომ წყევლა ქონდა. სერიოზული ძახი. ანუ მე რატო დამწინე წეგა. ბედზე არა. ბედი ისეთი რაღაცა არა. ავა რომ მოგვიდუღოთ თუ შეიძლება. ეხა დავაკვირდი მაგ ყველაფერს თორე ბავშვობიდან მაგ ეგ რო ანუ შეიძლება დაწეული ხარ. შენ ვერ იქნები დაწეული სავარაუდოდ. დაშვება უბრალოდ სავარაუდოდ შენი მშობლებიდან შენი დიდი ბებია ბაბუა ანუ კაც. რა, ბიჭი ყევლა არ გაიგია? ძალიან უცნაურ ისტორიას მოგიყვებით ეს ჩვენ ოჯახზე იყო. ბებია ჩემი გუყავდა ხოლმე ბავშვობაში. შუქი ჩავაქროთ. რო ვიღაცასთან რაღაც მოვიდა წარსულში და მე ამ ქალს ვისთანაც მოვიდა ბებია ჩემს ეს რაღაცა გარდაიცვალა შვილი. და ამ შვილსო რო გარდაიცვალო ხელები ჩამობანაო ტასში და ის წყალი მოიტანაო და აბყურა ჩვენს
კარზე, ჩვენს კართან, იმებზე, კედლებზე, ყველგან და როგორც ბებიაჩემ ამბობდა, მოკლედ ჩვენ ცხოვრებაც სულ დაღმა და დაღმა მიდიოდა და მე მოვიდა მხვდელი, განკურთხევა თუ რაღაცა გააკეთა და როგორც კი შემოვიდა ეს მხვდელი სახლში, ხო. ეს თი რაღაცა თქვა, რომ ეს სახლიო ისეთი დაწყევლილი იყო, შეიძლება გვაყლებდა არუსს. ეს სახლი ისეთი დაწყევლილი არისო, რომ მანქანასაც არ შემოვიყვანე. სკუტერით იყო. ჩემი მანქანა ჩახრაო. რის გამომიდა, რომ ეს შენობა მომავალში აღარც იყოსო უკვე, რადგან ცარიელი ჰაერო იყო, ჩიტმი რომ გაიფრენს. მე ის ჩამოვარდება. ვაუ. მაგრამ ეხლა მე განკურთხავ და ეგ აღარ იქნებაო რა. და მარცა მახსოვს, მე დღემდე მახსოვს, რომ ეგ ამბავი რომ მოხდა მე ხატი მოაბძანეს სახლში და მორიგეობა ქონდა და ყოველნა მის უკვე დაგვეჭოქა გველოცა რაღაც 20 წუთით ისინი სპეციალური ლოცვები მოყვა. ვაუ. ხატს ეხლა ხომ გაიგეთ რატო სჭირდება თერაპია ონისე? ხომ მივხვდით? ხო და იცი როგორი რაღაცა არის? არ ვიცი რა, რამდენად მართლა არსებობს ან არ არსებობს, მაგრამ აი საგვარეულო სახლის ქვეშ რაღაც თოჯინას პოულობ, რომელსაც ნემსები ურჭვია. ხო, უფრო უკეთესად იგრძნობ თავს, როცა ეგ თოჯინა აღარ იარსებებს და დაწვავ. რა თქმა უნდა. და ან უბრალოდ ფსიქოლოგიურად მაინც სხვანაირად გადააწყობ შენ თავს, რომ დავწვი ის თოჯინა. ამიტომ ტრაქტორის ნომერი რო ჩაიწერო, ვისი ნომერი? ტრაქტორისტის. რო ამოგათხრევინოს იქ რამე. ანუ ის რამეს გზნობ აი რა მისტიკაში გადავედით. რამეს გზნობ ისიც აი დაღლილი ხარ რაღაც. არა, ხო? თან პატარა დებილობები იყო. და დიდი არაფერი, ხო? არაფერი ეგეთი როა. არა, მაგრამ იმდენია რომ ხელში ამოვიდა უკვე. მადლობა, დიდი. აში. სანდრო. გამარჯობა. მე ესე აპლოდისმენტები სანდროს 2 წუთია არ დაულევია მართლა მეგობრებო. ეს ზარცულია. ხო. აქ რა მინდა მართლა. სანდრო, შენ მართლა გონია რომ ალკოჰოლიკი ხარ? რავი, წარმოვიდგენ და რა მოგწონს რომ შენ როცა სვამ? როგორი ხარ? თავისუფალი. მამა ჩემიც ეგრე ლაპარაკობდა. ხო. შინდა ვარ თავისუფალი და კომპლექსი მეკარგება, ხო? აი ეგა ამოსავალი წერტილი, რისი კომპლექსი გაქვს? გამოვიდე და ვილაპარაკო რა. ხშირად გიწევს ცხოვრებაში ამ სცენაზე გამოსვა და ანუ ზოგადი კომპლექსი. ახლა აღმოაჩინე ეს. სადმე ანუ მართლა საუბარი გიჭირს გახსნილად? სადმე როცა ხარ ამე ცხოვრებისეულ მეიჯორელში რომ მიდიხარ ხოლმე გასაუბრებაზე რომ აგიყვანან HR-თან საუბარი. და როცა ოდნავ სვავ უკვე ხარ გახსნილისა თქვა. დიახ. აჰა. ოკეი, ეგ ყველანი გვაქვს ეგეთი პრობლემა. მოსაწევს ეწევი? არა. არა. ოკეი. ადამიანს რატო მოვახვიეთ თავზე ისეთი პრობლემა, რაც არ აქვს საერთოდ? მოდით ნამდვილ პრობლემას ვიტყვი. ვაუ. ოკეი. ძლივს. ამ საღამოს პირველი ნამდვილი პრობლემა მართლა გვაინტერესებს. რუს ვერ ვამბობ. ხო. რუს. რას? რუს ვერ ამბობ? დიახ, ესაა ჩემი პრობლემა. What? როგორ ხო შეამჩნიეთ, რა? ანუ ქართველი. ქართველი. ქართული. ტრაგზე მკიდი. თქვა? კი. ტრაგზე მკიდი. ვამბობ, რა? აბა? მანაი. ოკეი. გონი რომ ჩვენ დაგეხმარეთ, იმიტომ რომ მაგრად ლაპარაკობთ. შენ ამ სცენაზე გამოჯამთელდი. მე მგონი მართლა ეგ მოხდა. ხო, ანუ აქამდე რუს ვერ ამბობდი, მართლა სერიოზულად იძახე ხო? მართლა ვერ ვამბობდი კლასში. აგია. არა, ეხა იმენა რავი. გამოასწორეთ, ხო მიცით? ჩემი პრობლემა. კი. მე მგონი პრაქტიკა გჭირდებოდა რა. ხო. აქენა ვახტა. ანუ ალკოჰოლიკი არ ვარ. რუს უკვე ამბობ. რუს ვამბობ. ეხა უნივერსიტეტში ჩააბარებ. ხო აბარებ უნივერსიტეტში. როგორ მივხვდით? ასაკით და ჯარში წამსვლელი შენ არ ხარ აქ. და ხო სადაბარებ?
კავკასიის უნივერსიტეტში ვამაღებ, კარგი უნივერსიტეტია, რეკომენდაციას გიწევ. ანასტასიამ ამოისუნთქა რომ ჩვენთან არ მოდის კიდე ერთი ადამიანი რომელიც რუსს ამბობს. კავკასიის უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე? საერთაშორისო ურთიერთობები ხო ხდებით. მე მინდა გითხრათ რომ იგივე ჩრჩევა რაც უნდა ისე თქვა რომ პრაქტიკას არის საჭირო, იგივე არის ადამიანებთან, ანუ დალევა არ არის საჭირო, რომ ნორმალურად დაელაპარაკო და ეს გადასცემა მუშაობს, მე შოქში ვარ. Parem, რაღაცას დაგაპარე, parem, რამე თქმილი რამე. Parem, რაღაცას დაგაპარე, უფრო გემრიელად რო ვიყოთ და რამე. გამარჯობა. გამარჯობა. მერი. რამდენი სიხარი რა შვები? 23 წლის ვარ. ISML-ი ვარ. რა არის თქვენი პრობლემა? ჩემი პრობლემა ცოტა უცნაურია. ანუ 1 წლის წინ გავიარე სამხედრო კურსი. და ამის მერე ბიჭებს ცოტა ეშინიათ ჩემი. აი მაგას რო იგებენ და მაინტერესებს აი მაგაში როგორ დამეხმარებით. ანუ რატო გეშინიათ ბიჭებს ჩემი? ანუ კალაშნიკოვის დაშლა აწყობა იცი და მე ელოდები რომ ბიჭი გეფლირტავება? დაახლოებით ეგეთი მოლოდინი მქონდა და გამიცრუდა იმედები. სექსუალური არ არის, როცა ხალი იარაღს კარგად ეპყრობა. კი, მაგრამ ნეტო, ანუ მაგის თქმა არ მინდოდა მარტო. რა თქმა უნდა. მე მოვედი დახმარებისთვის, ანუ ლაზღანდარ ანუ იარაღს აწყობ და შლი, ხო? რაღაც რამდენი წამში აკეთებ მაგას? 2 წუთში. 2 წუთში. კაი, ხო. არ არის სექსუალური. ძალიან ნელა. Oh my god. ეს იარაღი იყო თუ რამე სხვა? თუ ვინმე ტრაკი ბოდიში. იცით მე ანასტასიას ესე წარმოუდგენია სექსი, რომ პროჩში ვიღაცას და ის ათავებს. ო! პირველი ქართული პორნო. და ეს რო იარაღში ისე. მე მაგალითად სკოლაში რო სწავლობდი, მეც გავიარე კურსები ოღონ სახაერო ძალაში, იმიტომ რომ მე მეშინოდა სიმაღლეები და მე 2 წელი დავდიოდი სახაერო ძალა. ხო, ეგრე ქვია. სახაერო ძალა. Air Force როგორ არის ქართულად? ძალა. თვითმფრინავის მართვა შემეძლია. კი. ეგეთი кейს ქონია რომ დეიტზე ხარ და ეგუთხარი ბიჭს და მე რაღაც არა, დეითამდეც არ მიდის საქმე ეგრე. ანუ Tinder-ზე გიწერია რომ ჯარისკაცი ხარ თუ რატო იციან დეითამდე რომ ISIS-ის შენი ფოტოა და კიდე 2 მუტრუკის ესე. შენი სერჟანტების. რატო გიშინია? დიდგორის მემორიალთან როდგარენ, ხო? რაღაც ზვიადის დროში. რატო გიშინია? და მე როგორ იცი რომ ბიჭებს ეშინია? აი მაგალითად ბარში ხო ვიცნობ და რაღაც რო ვლაპარაკობთ და მაგას რო ახსენებ, ოპა და რაღაც უცებ კრებიან. თან ესე მიდის ხო უკან? ხო, მაგრამ ვიღიმებით და უკან ვიხევთ. ხო, გინდა ბიჭი, ვინც ესე უკან წავა, ვაშლს დაიდებს ესე, ხო? ხავზები? ბზად ვარ. მე მგონი უბრალოდ აღარ უნდა თქვა ხოლმე დეითებზე, არა, რომ თქვიო პადელზე დადიხარ, არ ვიცი თავისუფალ დროს. ოდეს მე ხო იგებენ მაგას. ეგ შეუნა გააგებინო უკვე საქმეზე რომ მიდგება. ის რო გექნება და აუცილებლად, ხო. პირში დათუნია მოუგე და გამოყლევდება. ეგრევე გაათავებს. სხვათა შორის მგონი რომ შენ უნდა იარო იქ ადგილებში, სადაც ეგეთი, ანუ ბიჭები იქნება, სადაც მოეწონება ეგ რამე. ანუ მაგალითად თირში. მე ზუსტად ეგ იდეა მქონდა რომ შენ თირში უნდა იარო და მანდ, ნუ ბევრი ბიჭი დადის და შენ შეგიძლია რომ მანდ რაღაცა. კაი აზრია ისე, ხო. ბათუმის ბულვარში უნდა გადახვიდე საცხოვრებლად. მე შემიძლია რომ ძალიან კარგად ვისროლო ნაჯახს და ჩემ მეუღლეს ეგრე არ შეუძლია და რატო იცი ეგეთ რა ნაჯახს რო რაში უნდა დაგჭირდეს? მე ვიყავი ბელგიაში და მანდ არსებობს ეგეთი ადგილი, სადაც შენ შეგიძლია ნაჯახის ფედერაცია. ვინმე ლეიტენანტი გჭირდება რა. ანუ ლეიბორისტი. არა, ვინც არის დარწმუნებული თავის თავზე, რომ ეგ რამე არ არის პრობლემა ამისთვის. შენ შეგიძლია რომ იხო უკეთესად რამეში, ვიდრე ის. კიდე რაში ხარ ბიჭებზე უკეთესი? მათემატიკაში. მათემატიკაში, ოკეი. 17 ჯერ 15. ძალიან ბევრი.